დაზვერვაზე KGB-ს ფინანსებისა და ადამიანური რესურსების მხოლოდ 15% იხარჯება. დანარჩენი 85% არის ნელი პროცესი, რომელსაც ჩვენ ვეძახით ან იდეოლოგიურ დეგრადაციას, ან აქტიურ ღონისძიებებს, აქტივნე мероприятия KGB-ს ენაზე, ან ფსიქოლოგიური ომი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა ამერიკელს ჩვენ უნდა შევუცვალოთ რეალობის აღქმის შესაძლებლობა იმგვარად, რომ ინფორმაციის სიუხვის მიუხედავად ვერავინ შეძლოს გონივრული დასკვნების გაკეთება იმისათვის, რომ საკუთარი თავები, ოჯახები, საზოგადოება და ქვეყანა დაიცვან. ეს არის ტვინის გამორეცხვის ერთ-ერთი დიდი პროცესი, რომელიც ძალიან ნელა მიედინება და 4 ეტაპად იშლება. პირველი ეტაპი არის დემორალიზაცია. საჭიროა 15-20 წელი ერის დემორალიზაციისათვის. რატომ ამდენი წელი? იმიტომ რომ ესაა წლების მინიმალური რაოდენობა, რაც აუცილებელია მოსწავლეთა ერთი თაობის აღსაზრდელად შენს მტერ ქვეყანაში, რომ ასწავლო მათ მათი მტრის, ანუ შენი იდეოლოგია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიით იტენება მინიმუმ მოქალაქეთა 3 თაობის რბილი გონება. და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც მათზე არანაირი კონტრძალა არ მოქმედებს, რომ მათი გონება დააბალანსოს და მათში რაიმე ღირებულებები ან თუნდაც პატრიოტიზმი რომ გააღვივოს. შედეგს მხოლოდ ნახავთ. იმ ხალხის უმეტესობა, რომლებმაც სწავლა 60-იანებში დაამთავრეს, კარიცხულები ან ნახევრად ინტელექტუალები, ახლა ძალაუფლებაში არიან. მთავრობაში, სამოქალაქო საქმიანობაში, ბიზნესში, მასმედიაში, საგანმანათლებლო სისტემაში. მორჩა, მათთან გაიჭედეთ. ისინი აღარსად ისინი დაბინძურებულები არიან. ისინი დაპროგრამებულები არიან, რომ რეაგირებდნენ კონკრეტულ მასტიმულირებლებზე კონკრეტული ქმედებებით, მათ გონებას ვეღარ შეცვლით. ყველაზე ნამდვილი უტყუარი ინფორმაციაც რომ მიუტანო, რომც დაუმტკიცო, რომ თეთრი თეთრია და შავი შავია, მაინც ვერ შეცვლი მათ აღქმასა და ლოგიკურ ქმედებებს. სხვა სიტყვებით, მორჩა, ეს ხალხი, ვიტყოდი, რომ დემორალიზაციის პროცესი დასრულებულია და შეუქცევადი. იმისათვის, რომ ასეთი ხალხისაგან გათავისუფლდეთ, კიდევ ერთი 15-20 წელიწადი დაგჭირდებათ, რათა ახალი თაობა აღზარდოთ. პატრიოტულად და საღათ მოაზროვნე ხალხი, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებით და საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ იმოქმედებენ. თქვენ თქვით, რომ ეს ხალხი დაპროგრამებულია და თავის ადგილებზე ზის. ისინი გახსნილები არიან პროსაბჭოური იდეოლოგიისათვის, ანუ ეს ის ხალხია, რომლებიც სამიზნეში იქნებიან გასანადგურებლად? დიახ, მათი უმეტესობა. უბრალოდ იმიტომ, რომ ფსიქოლოგიური შოკი, რომლებსაც ისინი მიიღებენ მომავალში, რასაც სინამდვილეში სოციალიზმის ლამაზი თანასწორობა და სამართლიანობა ნიშნავს, ისინი ამბოხდებიან. ისინი განაწყენდებიან და იმედი გაუცრუვდებათ. და მარქსიზმ-ლენინიზმის რეჟიმი ასეთ ხალხს ვერ იტანს. მათ თავის დაღწევა მოუწევთ. განსხვავებით აშშ-სგან, საიდანაც უკვე ვეღარსად გაიქცევი. რადგან მარქსისტ-ლენინისტებისაგან აქედან გასაქცევი აღარსადაა. აქ თქვენ შეგიძლიათ დანიელ ელსბერგისა და ჯეიმს ფონდასავით, თქვენ შეგიძლიათ ძალიან ბინძური, მდიდარი და ცნობილი დევნილი გახდე იმის გამო, რომ პენტაგონის საქმიანობას აკრიტიკებ. მომავალში ეს ხალხი უბრალოდ ტარაკნებივით გაისრისება და მათ არც არავინ არაფერს გადაუხდის მათი რაინდული იდეებისათვის. ესაა ის, რაც მათ არ ესმით და მათთვის ეს დიდი შოკი იქნება. თქვენს ქვეყანაში დემორალიზაციის პროცესი ფაქტობრივად უკვე დასრულებულია ბოლო 25 წლის განმავლობაში. ვიტყოდი, რომ გადაჭარბებულია კიდეც. დემორალიზაცია ამჟამად აქ ისეთ ადგილებში აღწევს, სადაც ადრე თვით ამხანაგ ანდროპოვსაც და მის ექსპერტებსაც კი არ დაესიზმრებოდათ, რომ ამხელა წარმატება იქნებოდა. ამ დემორალიზაციის უმეტესი ნაწილი თვით ამერიკელების მიერ ამერიკელების მიმართ არის განხორციელებული იმის გამო, რომ მორალური სტანდარტები არ გაქვთ. როგორც უკვე გითხარით, ჭეშმარიტი ინფორმაციის ადამიანებისათვის ჩვენებას უკვე აზრი აღარ აქვს. დემორალიზებულ ადამიანს არ შეუძლია ნამდვილი ინფორმაციის ფლობა. მას ფაქტები არაფერს ეუბნება. ინფორმაციის შხაპიც რომ გადაასხა, დოკუმენტურადაც რომ დაუდასტურო, სურათები აჩვენო, სულ ძალითაც რომ წავიყვანო საბჭოთა კავშირში და მას საკონცენტრაციო ბანაკები ვაჩვენო, მაინც არ დაიჯერებს. იმ მომენტამდე, სანამ დიდ პანჯურს არ მიიღებს გასწიებულ უკანალში.
როდესაც სამხედრო ჩექმა ძვლებს დაუმტვრევს. აი მაშინ მიხვდება, მაგრამ მანამდე ვერა. ესაა დემორალიზაციის ტრაგიკული ნაწილი. ასე რომ ამერიკა გაჭედილია დემორალიზაციაში. დაიცით, აი ახლაც, აი ამ წუთს, რომ დაიწყოთ ახალი თაობის გამოზრდა, თქვენ მაინც 15 ან 20 წელი დაგჭირდებათ, რომ ეს იდეოლოგიური აღქმის ბორბალი შემოაბრუნოთ. ნორმალურისკენ, ვიტყოდი პატრიოტიზმისკენ. შემდეგი ეტაპი დესტაბილიზაციაა. ამჯერად მტერს აღარ აინტერესებს შენი იდეები და შენი აზროვნება. არ აინტერესებს ფასტ-ფუდს ჭამ და სუქდები თუ სხვა შეხედულებები. ამჯერად და ამას 2-დან 5 წლამდე სჭირდება ერის დესტაბილიზაცია რომ მოახდინო. აუცილებელ წერტილებს უნდა დაარტყა. ეკონომიკა, საგარეო ურთიერთობები, თავდაცვა. და თქვენ შეგიძლიათ ნათლად ნახოთ, რომ ზოგიერთ სფეროში, ისეთ სათუც სფეროში, როგორიცაა თავდაცვა და ეკონომიკა, მარქსიზმ-ლენინიზმის გავლენა აშშ-ში აბსოლუტურად ფანტასტიურია. მე ვერასოდეს წარმოვიდგენდი 14 წლის წინ, როდესაც ამ ქვეყანაში ჩამოვფრინდი, რომ პროცესი ასე სწრაფად წარიმართებოდა. შემდეგი ეტაპია კრიზისი, რომელმაც შეიძლება 6 კვირამდე გასტანოს, რომ ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანო. შეგიძლიათ ამის მაგალითი ცენტრალურ ამერიკაში იხილოთ და კრიზისის შემდეგ მმართველობისა და ეკონომიკის სტრუქტურის ძალისმიერი მეთოდით შეცვლის შედეგად თქვენ მიიღებთ ეგრეთ წოდებულ ნორმალიზაციის პროცესს. ნორმალიზაცია საბჭოთა პროპაგანდის ცინიკური გამონათქვამია. როდესაც საბჭოთა ტანკები ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ, ამხანაგმა ბრეჟნევმა თქვა: ახლა სიტუაცია ჩვენს მოძმა ჩეხოსლოვაკიაში ნორმალიზებულია. ეს არის ის, რაც თქვენს ქვეყანაში მოხდება, თუ მათ ნებას მისცემთ, რომ თქვენი სამშობლო კრიზისამდე მიიყვანოთ. თუ მათ ნებას მისცემთ, რომ დაპირდნენ თქვენ ხალხს ლამაზ ცხოვრებას 60 დედამიწაზე, რათა ამით გამოიწვიონ თქვენი ეკონომიკის დესტაბილიზაცია, გამორიცხონ თავისუფალი ბაზრის პრინციპი და დასვან დიდი მოძმე მთავრობა ვაშინგტონ დი-სიში, აყვარელი დიქტატორის ვოლტერ მონდეილის სახით, რომელიც ლამაზ და უამრავ დაპირებას მოგცემთ და შემდეგ მნიშვნელობა აღარ აქვს ეს დაპირებები შესრულდება თუ არა, ისწავა მოსკოვში და უკანალზე აკოცებს თავის ნამდვილ ბოსებს, მაგრამ ეს არაფერი, ის ილუზიას შექმნის, რომ ყველაფერი კონტროლ ქვეშაა. მაგრამ სიტუაცია კონტროლ ქვეშ არაა. სიტუაცია საზიზრად უკონტროლოა. ამერიკელი პოლიტიკოსების უმეტესობა, მედია და საგანმანათლებლო სისტემა წვრთნის ახალ თაობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ ისინი მშვიდობის დროს ცხოვრობენ. ტყუილია. თქვენი ქვეყანა არის ჩართული ომში. გამოუცხადებელ, ტოტალურ ომში, ძირეული პრინციპებისა და საფუძვლების წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში. და ამ ომის ინიციატორი, რა თქმა უნდა, არ არის ამხანაგი ანდროპოვი. ეს არის სისტემა. როგორ სასაცილოდაც არ უნდა ჟღერდეს მსოფლიო კომუნისტური სისტემა, ან მსოფლიო კომუნისტური კონსპირაცია და თუ ახლა ვიღაცა შეეშინდა არ მაინტერესებს. აქამდე თუ არ შეგეშინდათ აწი უკვე ალბათ ვეღარაფერი შეგაშინებთ. მაგრამ არა საჭირო რომ პარანოიდულად იყო განწყობილი. ის რაც ახლა ხდება, რომ ჩემგან განსხვავებით თქვენ გაქვთ პირდაპირ რომ თქვათ სულ რაღაც რამოდენიმე წელიწადიღა დარჩენილი, თუ არ გამოიღვიძებთ. ბომბის საათი ციკციკებს, ყოველ წამთან ერთად კატასტროფა უფრო და უფრო ახლოვდება. ჩემგან განსხვავებით თქვენ გასაქცევი არსად გექნებათ. თუ რა თქმა უნდა ანტარქტიკაში არ გინდა ცხოვრება პინგვინებთან. ეს არის შესაძლებლობებისა და საშუალებების უკანასკნელი ქვეყანა. კარგი, მაშინ როგორ მოვიქცეთ? რა არის თქვენი რეკომენდაცია? პირველი რამ, რაც თავში მომდის, არის რა თქმა უნდა, უნდა იყოს ძალიან ძლიერი ეროვნული მცდელობა, რომ თქვენს თაობას ასწავლოთ ნამდვილი პატრიოტული სულისკვეთება. მეორე, აუხსნათ მათ ნამდვილი საფრთხეები, რაც მოაქვთ კომუნისტებს, სოციალიზმს და ასე შემდეგ. აუხსნათ საფრთხე დიდი მოძმე მთავრობისა. თუ ადამიანები ვერ გაითავისებენ იმ საფრთხეებს, რაც ამ მოძრაობას მოაქვს, მაშინ შეერთებულ შტატებს ვეღარაფერი ვეღარ უშველის. შეგიძლიათ დაემშვიდობოთ თქვენს თავისუფლებებს, მათ შორის ჰომოსექსუალების უფლებებს, პატიმრების უფლებებს, ყველა ეს უფლება აორთქლდება 5 წამში. თქვენი ძვირფასი სიცოცხლის ჩათვლით. მეორე რამ, შეერთებული შტატების ნაწილი მაინც დარწმუნებულია, რომ საფრთხე ნამდვილია. მათ უნდა აიძულონ მთავრობა და მე არ ვსაუბრობ ახლა პეტიციებზე, ხელმოწერებზე,
ლამაზ რაინდულ აქტიურობებზე. მე ვსაუბრობ იმაზე, რომ უნდა აიძულოთ თქვენი მთავრობა, რომ შეწყვიტონ კომუნიზმის გამოკვება. იმიტომ რომ ახლა არ არსებობს იმაზე უფრო მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემა, რომ შეაჩეროთ საბჭოთა სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსი და არ გაანადგურებინოთ მათ ის ნარჩენები, რასაც თავისუფალი მსოფლიო ჰქვია. და ეს ძალიან იოლია. არ მისცეთ კრედიტი, არანაირი ტექნოლოგია, არანაირი ფული, არანაირი დიპლომატიური ურთიერთობები, აღარ ვსაუბრობ ისეთ იდიოტიზმზე, როგორიცაა მათთან ვაჭრობა. საბჭოთა ხალხი 270 მილიონი ადამიანი მადლიერი იქნება თქვენთვის სამარადისოდ. თუ თქვენ შეწყვეტთ მკვლელების ხროვის დახმარებას, რომლებიც ახლა მთავრობაში ზიან კრემლში, რომელთაც ეწოდებათ მთავრობა, მაგრამ არაფერსაც არ მართავენ. ყოველ შემთხვევაში არ მართავენ იმას, რასაც საბჭოთა ეკონომიკა ჰქვია. ასე რომ ორი პასუხია, შეიძლება შედარებით მარტივი პასუხია. ან გადაწყვეტილება, მაგრამ ესაა ერთადერთი გადაწყვეტილება. განათლდით და გააცნობიერეთ რა ხდება თქვენს გარშემო. ახლა მშვიდობა არაა. თქვენ ომში ხართ ჩათრეული და ძალიან ცოტა და ძვირფასი დრო გაქვთ იმისათვის, რომ თავი გადაერჩინოთ. დიდი დრო არ გაქვთ, მით უმეტეს თუ ვისაუბრებთ ახალ თაობაზე. არ არის ახლა იმის დრო, რომ კონვულსიებში ვიყოთ და სექსუალური ლტოლვას განვეცდიდეთ დისკო მუსიკისადმი. ეს ყველაფერი ძალიან მალე გაუჩინარდება. ერთ ღამეში. თუ ჩვენ ვისაუბრებთ კაპიტალისტებზე ან მდიდარ ბიზნესმენებზე, ვიტყოდი, რომ ისინი ყიდიან იმ თოქს, რომელზეც მათ ჩამოახჩობენ. თუ ისინი არ შეწყვეტენ ამ სიხარბეს გამდიდრებისადმი და გააგრძელებენ საბჭოთა კომუნიზმის მონსტრთან ვაჭრობას, მათ ძალიან მალე ჩამოკიდებენ. ისინი ილოცებენ, რომ დახოცონ. მაგრამ სამწუხაროდ მათ მხოლოდ ალიასკაში გააგზავნიან, რათა მონების ინდუსტრია მართონ. ეს მარტივია, ვიცი რომ უსიამოვნო ჟღერს, ვიცი ამერიკელებს არ უყვართ უსიამოვნო რამეების მოსმენა, მაგრამ მე არ გამოგცეულ ვარ და დევნილი იმის გამო არ გავხდი, რომ თქვენ ლამაზი ისტორიები მოგიყვეთ ჯეიმს ბონდისა და მსგავსი რომანტიზმის შესახებ. ეს ყველაფერი ნაგავია. ჯაშუშობა უკვე საჭირო აღარ არის. მე მოვედი რათა ვისაუბრო გადარჩენაზე. ეს არის გადარჩენის საკითხი. შეგიძლიათ მკითხოთ მერე შენ ამით რაო? გადარჩენა როგორც ხედავთ? როგორც უკვე ვთქვი, მე ახლა ნავში თქვენთან ერთად ვარ. თუ ჩვენ ჩავიძირებით, ერთად ჩავიძირებით ლამაზად. ამ პლანეტაზე აღარ არის სხვა ადგილი, სადაც შეიძლება გაიქცე.